დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. პოლიტიკური ანგარიშწორების მორიგ მაგალითად მიიჩნევენ ნეუთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდი ჰააგის დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახავს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების შედეგს უწოდებს და განმარტავს, რომ დოკუმენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად ნეუთო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას 2024 წლის არჩევნებზე. ეს რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანამ მაშინ, როდესაც ნორმად იქცა მსოფლიოში ომები, არასტაბილურობა, ქვეყანამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ამ ომების მოჯადოებული წრიდან გამოსვლა. და ეს არის ერთგვარი შურისძიება, პოლიტიკური შურისძიება იმ პოლიტიკური დაჯგუფებების თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებმაც ვერ გადაყლაპეს, ასე ვთქვათ, ის რომ ქვეყანამ დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, ბოლო-ბოლოს დაიწყო სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვა. როდესაც 2024 წელს არჩევნები გაიმართა საქართველოში და მათზე დიდი ზეწოლა განხორციელდა და ამისდა მიუხედავად მათ ლეგიტიმურად აღიარეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ახლა ალბათ ვერ შეძლეს ამ ხელა ზეწოლა და ისინიც მოექცენ იმ ევრობიუროკრატების და იმ გარე გავლენების ქვეშ, რაც დავინახეთ ახლა ამ რეზოლუციის სახით, რაც ძალიან უსაფუძვლოა. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშწორების კიდევ ერთ მაგალითად მმართველ გუნდში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას მიიჩნევენ. უმრავლესობის შეფასებით კაია კალასის მცდელობა ერთმანეთისგან გამიჯნოს ქართველი ხალხი და მათ მიერვე არჩეული ხელისუფლება სწორედ მოსახლეობის ნებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ კაია კალასმა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან ქართულ ხალხს, მაგრამ მათ არ სურთ საქართველოს მთავრობას მხარე დაუჭირან. ეს ნიშნავს უპატივცემულობას ქართული ხალხისა, ვინაიდან რას ეუბნებიან ქართულ ხალხს, რომ თქვენ არ შეგწევთ რეალური ნაბიჯის გადადგმა და რეალურად ისეთი ადამიანების არჩევა, რომელიც თქვენ სამშობლოს გამოადგება. ანუ ჭკუას ასწავლიან, ვინ უნდა ირჩიონ და ვინ არა. ამას პირველად არ აკეთებენ. ასე რომ ეს უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც არ უნდა შეეღნებონ ქართული ხალხის მიმართ, მერე რომ სიტყვიერად ამობენ, რომ ჩვენ პატივცემთ ქართულ ხალხს, არის სრულიად აბსურდული. კალასის ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, თუ რა ბუნების არის და რა მიზანი აქვს ზოგადად ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად მცირე ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც არ არის ამ შემთხვევაში deep state-ის წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. არ გინდა შენ იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართული ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართულ ხალხთან ურთიერთობა, სად არის აქ ლოგიკა? ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი ჩავარდა. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გიდეონ საარის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივამ წევრ ქვეყნებს შორის საჭირო უმრავლესობა და კონსენსუსი ვერ მოიპოვა. ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შედეგის მიუხედავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკითხის განხილვის გატანას მუდმივ წარმომადგენელთა საბჭოში გეგმავს. შესაძლოა აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის მეოთხე გლობალური მედია ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ბაქო ევროპის საბჭოში უკვე 2 წელია დისკრიმინაციას განიცდის. მისივე განმარტებით, გარდამტეხი წერტილი 2024 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაც აზერბაიჯანის დელეგაციას ხდომებზე ხმის უფლება ჩამოერთვა. რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2024 წლის იანვარში მათ ეჭვქვეშ დააყენეს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება და ჩამოგვართვეს ხმის უფლება. ეს არანაირად არ უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების საკითხს. სინამდვილეში ეს იყო ჩვენი დასჯა იმისთვის, რაც საკუთარი სუვერენიტეტის აღსადგენად გავაკეთეთ. ამის შემდეგ აზერბაიჯანის დელეგაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა შეაჩერა. თუ ხმის უფლება არ გაქვს, მაშინ იქ ყოფნას რა აზრი აქვს? უკვე 2 წელზე მეტია დისკრიმინაციულ მოპყრობას ვაწყდებით. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მთავრობაში სერიოზულად განიხილება, არა მხოლოდ პასეში წევრობის გაყინვა, არამედ ევროპის საბჭოდან სრულად გასვლაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანის მიმართ აშკარა მიკერძოება არსებობს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ ჩვენს წინააღმდეგ 13 რეზოლუცია მიიღეს, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია და არც რომელიმე მათგანს მოუხდენია გავლენა ჩვენს პოლიტიკაზე. ევროკომისიის წინა შემადგენლობასთან თანამშრომლობა იოლი არ ყოფილა, განსაკუთრებით ევროპული დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის დესტრუქციული როლის გამო. მან ფაქტობრივად თითქმის მთლიანად დაანგრია ურთიერთობები ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის. ახლა უკვე გასაგებია, რატომაც მოხდა ეს. როგორც გაირკვა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა კორუმპირებულ პირებთან. შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად შექმნილი ჯგუფი დამნაშავეებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცემს. Pit Hexeti განმარტავს, რომ საიდუმლოების უნებართვო გავრცელება საფრთხეს უქმნის ეროვნულ საფრთხოებასა და ჯარისკაცების სიცოცხლეს. ახალი ბრძანებით უწყების მთავარი იურისტს უფლება ეძლევა მედიაში გაჟონვის საქმეებზე. ნებისმიერი დანაყოფიდან გამოითხოვოს ჩანაწერები, რაზეც პასუხის გასაცემად მხოლოდ 48 საათია გამოყოფილი. სტიქის მესამე დღე თელავში მორგი ღვარცოფის საფრთხის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარეების კალაპოტებს ამ დრომდე აკონტროლებს. სტიქის ზონაში მძიმე ტექნიკასთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად ჩართული არიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე კახეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. მდინარე თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა დატბორილი რჩება, ქუჩები, სახლები და ვენახები დაწყებულია ზარალის დათვლაც. ქალაქში ეტაპობრივად აღდგა კომუნალური მომსახურება. ამჟამად ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ კავკასიონის ქუჩას მიეწოდება. ახალგაზრდები, მათ შორის სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები თელავში ჩვენს დასახმარებლად. აქტიურად ვართ ჩართულები გაწმენდით სამუშაოებში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც და ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული შრომით და ძალისხმევით მალე დავწერთ ამ გამოწვევას, რაც თელავს დაუდგა. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯერ კიდევ ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და აგრძელებს მუშაობას. ასევე საქმეში ჩართულები არიან ცოცხალი ძალა და მოხალისეობრივი ჯგუფები, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებიან მრავალსაცხოვრიანი კორპუსების, ეზოებისა და სადარბაზოების გაწმენდაში. Ისთვისაც მინდა თვითონ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მოსახლეობისთვის კავკასიონის ქუჩაზე. ელექტროენერგიის შეზღუდვა იწყება, როდესაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც შეეხება გაზმომარაგებას, მხოლოდ და მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, 5 აბონენტი აქედან არის მოსახლე და დღის განმავლობაში აღუდგება აირის მიწოდება, ხოლო დანარჩენი 5 არის კომერციული ობიექტი და იმ კომერციულ ობიექტში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისედაც ეზღუდება მეპატრონეს წვდომა და აქედან გამომდინარე ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. წყალმომარაგების კუთხით კი და აქტიურად მუშაობს კომპანია იმისათვის, რომ რამოდენიმე გარკვეული დაზიანებული მონაკვეთი ეფექტურად აღადგინოს. როგორ უნდა მოხდეს უეცარი წყალდიდობებისგან მიყენებული ზიანის მაქსიმალურად თავიდან აცილება, როგორ მუშაობს ადრეული გაფრთხილების სისტემები და რა უნდა გაკეთდეს მათ გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეხვედრა. მასში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სისტემა სახელმწიფო უწყებებს ეხმარება წინასწარ განსაზღვრონ ძლიერი წვიმებით გამოწვეული საფრთხეები, რაც საშუალებას იძლევა დროულად იქნეს დაცული მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. ბოლო პერიოდში ჩვენ ყველა ვხედავთ გახშირებულ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს და რა თქმა უნდა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ეროვნული სისტემების გაძლიერება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში ამ მიმართულებით, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და განსაკუთრებით თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორც არის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია. დღეს უეცარი წყალდიდობები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ უეცარი წყალდიდობებისთვის მზადყოფნა, ინფორმაციის გაზიარება, პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადრეული გაფრთხილებების დროულად მიწოდება მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ საქართველოში ვიმყოფებით, რომელიც ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ჰაბია. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან, რათა გავაერთიანოთ პროფესიული საზოგადოება და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა შევძლოთ.
კასპიის ტექნოპარკში ორდღიანი ჰაკათონი ენერგოჰაკ 2026 დასრულდა. პროექტის მიზნად ენერგეტიკის სექტორში ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაჭრის გზების პოვნა სახელდება. მაშინ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა პირველ ადგილზე გასულ გუნდს იდეის განვითარებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ააგენტოსგან 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა. სპეციალური პრიზები მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულმა მონაწილეებმაც. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით კასპიის ტექნოპარკში გაიმართა ჰაკათონი ენერგოჰაკ 2026. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 60-მდე მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონებში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიებით. დღევანდელი ღონისძიება კასპიის ტექნოპარკში ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. შესანიშნავი კონკურსანტები იყვნენ წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ მიზანი მიღწეულია, იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ვნახეთ დღეს. დღეს ახალი ამბების ნახორცლა ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.G შეგეძლიათ. კურიერის ხრაზი ამით დასრულებულია. მე 10-ე ისევ დაგებრუნდებით.